მოგესალმებით, მე ვარ ალბინა შიინიანი და დღეს მინდა გესაუბროთ ჯანმრთელობის დაზღვევაზე. რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი, რას გვთავაზობენ სადაზღვევო კომპანიები და რას ფიქრობენ ამაზე სხვები. მოვიძია ინფორმაცია სამ პოპულარულ სადაზღვევო კომპანიაზე. ესენი არიან ალდაგი, იმედიელი და GPI. დავიწყოთ ალდაგით. მათი დაზღვევა ფარავს ექიმთან ვიზიტებს, ანალიზებს, ოპერაციებს და წამლების ნაწილს. იმედიელი გთავაზობენ გეგმიურ და გადაუდებელ მკურნალობას, გამოკვლევებს, ოპერაციებს და ზოგჯერ დამატებით პრევენციულ მომსახურებას. GPI ყველაზე მრავალფეროვანი პაკეტი აქვთ, შედის გეგმიური მკურნალობა, გადაუდებელი შემთხვევები, ოპერაციები, ფსიქოლოგთან ვიზიტები და ბავშვების პროგრამებიც. ყველაზე მეტად GPI მომეწონა, რადგან მათი შეთავაზება ყველაზე სრულყოფილია. ისიც კი დაფინანსებულია, რაც სხვაგან ხშირად არაა. მაგალითად, ფსიქოლოგი ან პროფილაქტიკური შემოწმება. ამჟამად მე ვსარგებლობ სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევით. ერთხელ მოვაიწია ანალიზებზე წასვლა და სახელმწიფოს დაფინანსებით ეს მოხერხდა. თუმცა ყველა კლინიკა არ იღებს ამ დაზღვევას და ზოგჯერ მაინც გიწევს კერძო ხარჯების გაწევა. ამიტომ ვფიქრობ, რომ კერძო დაზღვევა უფრო მოსახერხებელია, უფრო სწრაფია, კლინიკებიც მეტი ითანამშრომლებს და დაფარვაც ფართოა. ავიღე პატარა ინტერვიუ ჩემს ნაცნობებში 5 ადამიანს ვესაუბრე. სამი მათგანი უკვე დაზღვეულია. ერთს ოპერაციაში დასჭირდა და დაზღვევამ თითქმის ყველაფერი დაუფარა. სხვებმა გამოიყენეს სერვისები ანალიზებზე და კონსულტაციებზე და თქვეს, რომ ძალიან კმაყოფილები არიან. ორი მათგანი კი არ ფლობდა თითქმის არანაირ ინფორმაციას, როცა ავხსენი, რომ დაზღვევა შეიძლება ფარავდეს ექიმთან ვიზიტს, ანალიზებს სწავლებს და ზოგჯერ ფსიქოლოგსაც, ძალიან გაუკვირდათ. ერთმა თქვა, მეგონა ეს მხოლოდ მდიდრებისთვის იყო. მეორემ აღნიშნა, ფსიქოლოგი რომ შედის, ეგ მართლა მჭირდება. ბევრ ადამიანს უბრალოდ არ აქვს ინფორმაცია, რა შესაძლებლობები აქვს დაზღვევას. ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებელია მეტი საუბარი, ლექციები სკოლაში, ტრენინგები, უნივერსიტეტებში, ვიდეოები და სოციალური კომპანიები. დაზღვევა შესაძლოა დაგეხმაროს გადარჩენაში, ამიტომ ყველა უნდა იცოდეს, როგორ იმუშაოს მის სასარგებლოდ. გმადლობ ყურადღებისთვის, იყავით ჯანმრთელად და იზრუნეთ საკუთარ თავზე.